რესტორან ბაბილოსთან მიმდინარე აქციას მოსამართლეებზე თავდასხმა დაფასებენ ქართულ ოცნებაში. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია აგრძელებს ძალადობას მათგან განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებზე. მართულ პარტიაში ასევე ამბობენ, რომ პოლიცია განვითარებულ მოვლენებს კანონის ფარგლებში პასუხობს. ოპოზიციამ დაადგინა ერთგვარი სტანდარტი, რომ თუ გახარ შენი სამშობლოს სადარაჯოზე, იმსახურები მას და ხარ საჯარო მოხელე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე, არ უნდა გქონდეს არც დასვენების, არც გართობის, არც რაიმეს აღნიშვნის საშუალება. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ესეთი დღეები გააფუჭონ და ასევე ეხლა ახალი ტრენდი არის, რომ ცდილობენ იძალადონ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მათ მხარეს არის და მათ ნარატივს არ იზიარებს. საქართველოს თავისი თვითყოფადობით გადაერჩინა, მოიტანა დღემდე თავი. როცა ხედავ, რომ ამას უპირისპირდება კონკრეტული გეგმა და ამ გეგმის გარშემო არიან ადამიანები შეკრებილი, თავს ესხმიან კიდე მოსამართლეს, პოლიციელს, ნებისმიერს, სახელმწიფოს წარმომადგენელს პროვოცირებას აკეთებენ ისეთი დაპირისპირებების, რამაც შეიძლება მსხვერპლი მოიტანოს. რასაკვირველია, აქ აუცილებელია შესაბამისი კანონით მოქმედება.